მე ვარ ვერონიკა ჯიჯავაძე 13 წლის. ვსწავლობ სკოლა ლიცეო მასტერკლასში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა, ცხოველებთან კომუნიკაცია, აკრობატიკა, წიგნების კითხვა და მუსიკა. ყველაზე მეტად მოყვარს მოგზაურობა. მოგზაურობა შემოყვარა დედამ და მამამ. მოგზაურობა დავიწყე, როდესაც ვიყავით 11 წლის და პირველად წავედი კრუიზით ევროპაში სამოგზაუროდ. ნახე გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია. ყველაზე მეტად მომეწონა იტალია, რადგან ვენეციაში ვნახე ჩემი სახელობის ქანდაკება, როდესაც ქრისტეს აწამებდნენ, გზად შემოხვდა ვერონიკას იესო ქრისტე და მან გაუწოდა ნაჭერი, სახე მოიწმინდა, რადგან მას ჰქონდა ძალიან ბევრი ჭრილობა, ამ ნაჭერზე აისახა იესო ქრისტეს სახე, ამიტომაც იტალიელებისთვის და ვენეციის ხალხისთვის ეს არის ვერონიკა არის მათთვის წმინდანი ადამიანი და ამიტომაც შარქვეს რომის დედა. ამ ისტორიის შემდეგ უფრო შემიყვარდა ჩემი სახელი. ისე ვერონიკა დამარქვა დედამ, რადგან ჩემ ბებიასაც ქვია ვერა და ამიტომაც დამარქვა დედეკომ ვერონიკა. ჩემი აზრით ვერონიკა რო არ მერქვას, მერქმეო და ბელი. ურჩხულიდამზე თუ ნახავში არის გოგო, რომელსაც მამს გასცევს ჩემ თავს ბელს, მაგრამ მე ჩემ თავს პეპის დავარქმევდი, რადგან მიყვარს პეპისავით ცელქობა, რაღაცების გაფუჭება, ახალის აღმორჩენა, ცხოველებთან კომუნიკაცია. ამიტომაც ვფიქრობ, უფრო მომიხდებოდა სახელი პეპი. ისევ რომ დაუბრუნდეთ მოგზაურობას, მე ძალიან მინდა რომ ვნახო ამერიკა, მალდივები და ჰიმალაის მთები. რაც შეეხება საქართველოში მოგზაურობას, საქართველო თითქმის მთლიანად მაქვს ნანახი, პატარებიდან დავდივარ ძირითადად მთებში და საქართველოში გამორჩეული კუთხე მაქვს სვანეთი, რაჭა და გოდერძი. მაქვს ორი სოფელი, ერთი აჭარაში მერიში, ერთი კი იმერეთში სამტრედიაში. ბათუმი ძალიან მიყვარს, მაგრამ გამოვალ სიტუაციაში ვიცხოვრებდი სამტრედიაში, რადგან არის წყნარი, მშვიდი ქალაქი, არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი დედის ბებია და მამა, დედა და მამა იქ ცხოვრობს, სიმშვიდეა, სიწყნარია, მეგობრებიც მყავს და ძალიან ისეთი მშვიდი და მყუდრო ადგილია. მე ასევე მიყვარს მუსიკა, დავდივარ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში. დრამის წრეზე. დრამი იმიტომ გადავწყვიტე, რომ თითქოს უფრო ჩემი სახასიათოა, ემოციებს და ენერგიულობას ითხოვს, რადგან სამსახიობოზე დავდივარ და ემოციების გამოხატვა ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ დრამი ყველაზე შესაბამისი ინსტრუმენტია. დრამზე როდესაც პირველად შევედი, რაღაც განცდები მქონდა, რომ ვერ დავუკრავ, ვერ ვისწავლი, იმიტომ რომ ბევრი ინსტრუმენტია მაინც ერთად აწყობილი და ვფიქრობ, რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ რაც უფრო ვეგუებობდი და ხვდებოდი, რომ მე ეს შემიძლია, ეხლა უფრო თანდათანობით მიყვარდება დრამი და სიამოვნებს მასზე დაკვრა. დრამის სწავლში ყველაზე რთული არის რიტმში ჩაჯდომა, რადგან უნდა გქონდეს კარგი სმენა, რომ გადასვლები სწორად გააკეთო, რიტმს არ გაცდე, ან არ აჩქარდე, ან არ შეანელო, ამიტომაც ყოველთვის უნდა გქონდეს სმენა და რიტმის შეგრძნება. დრამზე ჩემი საყვარელი მუსიკალური გადასვლა არის შეიკითოფის სიმღერაში და ეხლა გაჩვენებთ პატარა მონაკვეთს. ჯერ ვარ დრამის დამწყები მოსწავლე, მაგრამ სექტემბრიდან უკვე გავხდები ბენდის ოფიციალური მოსწავლე. დრამის გარდა კიდევ მინდა გიტარაზე დაკვრა, რადგან ძალიან მინდა რომ ვისწავლო და თითქოს და ისიც ჩემი სახასიათოა და ძალიან მომწონს მისი ჟღერადობა. რაც შეეხება ხატვას, ვარ თვითნასწავლი და როდესაც გამომიჩნდება თავისუფალი დრო, ყოველთვის ვხატავ მოდელებს, ნატურმორტს, პორტრეტს, ნებისმიერ რაღაცას, აი მაგალითად წინ რაღაცა მედოს, იმასაც გადავხატავ და ასე უფრო ვილვითარებ ჩემ ხატვის ტექნიკებს და პატარ-პატარა დეტალებს. ყველაფერი მიყვარს, ასე გამორჩეული ფერი არ მაქვს. მუქი მწვანეს გამოყენებისგან ვიკავებ თავს, რადგან თითქოს და ისეთი ფერია, რომ რეხაც ჩემი აზრით ვერ მეგობრობს სხვა ფერებთან. ვფიქრობ, რომ აქვს ძალიან კარგი გარეგნობა, ამიტომაც მიფიქრია მოდელობაზე და ასევე დავდივარ სამსახიობოზე და ვფიქრობ, რომ ეს სამსახიობოს ნიჭი უფრო გავაგრძელო და განვავითარო. სპექტაკლი პირველად ვითამაშე დრამატულ თეატრში, მატილდას გაღვიძებამდე და ჩემი როლი იყო პანტალონე, თავარი თოჯინა, ბალერინა და მოახლე. ეს სფერო ძალიან მომწონდა, ჩემი პატარ-პატარა რაღაცებს გავამდი ჩემი ბიძაშვილების დახმარებით. და პირველად როდესაც ჩემ სკოლაში დაიწერა ეს სტატუსი, არის სამსახიობო, ამიტომაც ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ჩაეწეროს და იაროს. ირმა მგელაძე არის ჩემი სამსახიობოს პედაგოგი და პირველად რო შევედი, რაღაც თითქოს განვიცდი, რადგან ეს იყო ჩემთვის პირველი, რომ ამ ხელა სცენაზე გამოსულიყავი.
მაგროს ვიყავი 7 წლის და პირველად რო სცენაზე გამოვედი ძალიან ნერვიულობდი. არ ვიცოდი ხალხი რა სიტყოდა ჩემზე, მაგრამ ოდესაც აბლოტაჟი დამიკრეს, მე ძალიან გამიხარდა, ამიტომაც უკვე სამსახიობოზე მესამე წელია დავდივარ. გამორჩეული სპექტაკლი მაქვს ალისა საოცრებათა ქვეყანაში, რადგან მქონდა მარტის კურდღლის როლი, მოსწავლის როლი, მაგრამ მარტის კურდღელი თითქოს ჩემი სახასიათო იყო, ცოტა შერეკილი იყო, ძალიან მხიარული კურდღელი იყო, ამიტომაც ვფიქრობ, ჩემი სახასიათო როლი იყო ეგ. ძალიან ბევრ პროფესიაზე ვფიქრობ, მაგრამ რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მსახიობი და იურისტი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა ელზა. პრინცესა ელზას ტორტიც და ფორმაც კი მქონდა, იმდენად მიყვარდა, სულ მღეროდი და ბაღშიც კი დავდიოდი ელზას ფორმით. ახლა მინდა ვიყო ჩემი ძმის ასაკის 21 წლის, რადგან ვფიქრობ უკვე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ანუ უფრო თავისუფალი ვიქნები. ეხაც თავისუფალი ვარ, ჩემს ჭკუაზე დავდივარ, მაგრამ ის უკვე სრულწლოვან ჩამოყალიბებულ ადამიანად ითვლება, ამიტომაც მინდა რომ უფრო ჩემი ძმის ასაკის ვიყო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი ძმა, მაგრამ ჩემი ძმა რადგან სტუდენტი არის თბილისში, ხოლო მამა საზღვარგარეთაა, ამიტომაც ხშირად ვერ ვნახო. უფრო ვურეკავ. კიდევ მინდა ვყავდეს პატარა და, რადგან ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ უფრო მინდა რომ ვყავდეს პატარა და, რადგან მინდა რომ ჩემსავით ლამაზაში ჩავაცვა, მოვუარო, თმები გავუკეთო და იმასაც შევაყარო ჩემსავით ცეკვა, ხტუნვა თამაში. ჩემი მამიკო არის ჩემი გმირი, სიმპათიური, მაღალი და ასევე ჩემი ძმა მეძახის მამაში ჯიბეში ჩავარდნილი ხარ, რადგან მამიკოს ფულის ხარჯვა ძალიან მიყვარს, მამიკოსაც ძალიან ვუყვარვარ და საზღვარგარეთ იმიტომ არის წასული, რომ მე ჩამაცვას დამახუროს, რომ ყველა ვიყოთ ბედნიერი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი გმირი. მე ვარ მისი პრინცესა და ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის კარგი მასწავლებელი, კარგი დირექტორი, კარგი კოსმეტოლოგი და კარგი ექთანი. ის არის ძალიან ლამაზი, ენერგიული, მის ენერგიას ვერავინ ვერ შეეჯიბრება, ასე ვფიქრობ, იმდენად ენერგიულია, უყვარს ძალიან ფოტოების გადაღება და უხდება კიდევაც და ასევე უყვარს ლამაზი ბუნება და სიმყუდროვე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დედა ჩემი ტყუპის ცალია და ძალიან მსიამოვნებს, როცა მეკითხებენ, ეს შენი დაა? დედიკო ძალიან გგავს. ღმერთმა გადმომხედა, რომ ასეთი კარგი დედიკოს და მამიკოს შვილი ვარ და მაჩუქეს ასევე ძალიან მზრუნველი და ერთგული ძმა. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს ძალიან ბევრი და კარგი მეგობარი, მიყვარს ასევე სწავლა და ვფიქრობ, რომ ჩემს სკოლაში ვარ თავისუფლად და მასწავლებლებთანაც ძალიან კარგად ვარ. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. მიყვარს კითხვა და საყვარელი წიგნი არის მარკუს ზუზაკის წიგნის ქურდი. წიგნი არის მეორე მსოფლიო ომზე და ეს წიგნი გვანახებს, რომ რა დროსაც, რა მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა ვიყოთ ბოროტები. პირიქით, ჩვენი სიყვარული უფრო მეტად უნდა გამოვავლინოთ, რომ ეს ომი და ეს ბრძოლა მით უფრო მალე დასრულდეს. ძალიან საინტერესო წიგნია და ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. საყვარელი მასწავლებელი არის, ყველა ჩემი საყვარელი მასწავლებელია, იმიტომ რომ ყველას გამორჩეული თვისებები აქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის თინიკო ლამპარაძე, ქართულის მასწავლებელი. რადგან ის არის ძალიან კეთილი და მშვიდი მასწავლებელი. მე ვფიქრობ, რომ თინიკო მასწავლებელი მე მიყვარს ყველაზე მეტად. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ალბათ საერთოდ საქართველოს შეცვლიდი და რატო? ქუჩაში რომ ბევრი ცხოველი, ანუ ევროპაში როცა წავედი და მომაჩინე სულ სხვა სამყარო დავინახე, რომ სული სიმშვიდეა. არავინ არ გეჩხუბება, ანუ ქუჩაში რომ გაივლი და რაღაცას იზამ, სხვას არ აინტერესებს და ჩხუბს არ დაგიწყებენ. არ არის გარეთ შინაური ცხოველები. პირიქით, ყველას ძალიან უყვარს და პრიორიტეტს და აი პირველ ადგილზე აყენებენ. სახლში მყავს პატარა და საყვარელი დალმატინელი, არის 2 წლის და ქვია დალმა. პირველად რომ მოვიყვანეთ, იყო ძალიან შეშნებული, 4 თვის იყო, ლეკვობის პერიოდი ჯერ არ ქონდა დამთავრებული, ძალიან შეშნებული იყო, ვერ გვეჩვეოდა, პატარა და სუსტი იყო, მაგრამ რაც უფრო ჩვენთან ერთად იყო და გვეჩვეოდა, მით უფრო ჩვენთან კონტაქტში შემოდიოდა და ეხა იმდენად თხა და ცელქი გახდა, რომ ვეღარ ვცნობთ ანდრიდელ დალმას. ძალიან გვიყვარს და ჩვენ ხასიათებში ძალიან ჯდება და ორივე ძალიან ენერგიულები ვართ.
წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 2030 წლის ამერიკაში. შემდეგ მონაწილეს ვუტყობ ასეთ კითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის თუთი ყუში და 2 პატარა საყვარელი ზაზო. ცეკვასაც რომ შევეხოთ, ადრე დავდიოდი და ეხლა ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ჰიპ-ჰოპი. რადგან ძალიან ენერგიული ცეკვა, ისიც ემოციებს მოითხოვს და როდესაც აი მუსიკები ჩაირთვება, ყოველთვის როდესაც ჰიპ-ჰოპს ცეკვავ, ოღონ უფრო ჯაზური სიმღერები მიყვარს და როდესაც მაგალითად რაღაცა მჭირს ან უხასიათოდ ვარ, ყოველთვის ვუსმენ მუსიკებს და ვცეკვავ, რომ ასე უფრო თავს ვიმშვიდებ. ბედნიერება არის საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა და სამშობლოს სიყვარული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.